გამარჯობათ, ძვირფასო ჩემო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 27 მაისის ახალმთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. კონცენტრირდით საკუთარ თავზე, არავინ არ ჩაიფიქროთ. იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად აირჩიეთ ეს ვიდეო და განაგრძოთ ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ვინ ხართ თქვენ დღევანდელი მდგომარეობით? დღევანდელი მდგომარეობით თქვენ ხართ შესანიშნავ ხასიათზე, ძალიან კარგ განწყობაზე, შესაძლებელია იმყოფებით მეგობრების გარემოცვაში ან ახლო ნათესავების გარემოცვაში. ეს არის ოჯახის წევრები, ან უახლოესი ნათესავები, და-ძმები და ასე შემდეგ. ასევე თქვენ ცხოვრებაში მიმდინარეობს რაღაც განახლება უკეთესობისკენ, ცვლილებები უკეთესობისკენ. დაახლოებით ეს არის თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. თუ დაემთხვა და თუ მართლაც ასე გრძნობთ თავს კარგ განწყობაზე, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ფონი გაქვთ ემოციურად, რასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასეც ხდება, ეს არის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი. ნახოთ თქვენთვის, ვინც კარგ განწყობაზე ხართ ამჟამად თქვენთვის, რისი მომტანია უახლოესი მაისის ახალმთვარეობა. ეხლოვეთ ძვირფასებო. ისეთი, აქ არის გამოჩნდა ასევე რაღაც თქვენი მოლოდინების შიშებთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით. თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაცა შეიძლება ჩამოინგრეს, რაღაცა შეიძლება არ წავიდეს გეგმის მიხედვით და არ გამართლოს თქვენი მოლოდინები. მაგრამ მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ილუზიები, ეს რეალობას არ შეესაბამება. თქვენ უდიდესი ღვთისწყალობა გაქვთ ოჯახში, სახლში. მიუხედავად ამისა, რომ თქვენ გეძლევათ არჩევანი რაღაც კარგ შემოთავაზებებს შორის, რაღაც კარგ ვარიანტებს შორის, მიუხედავად ამისა, თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ძალიან ბევრს შიშობთ, არ გსურთ კარგის დანახვა თითქოს, არ გსურთ რაღაცის დანახვა, რაც არის პოზიტიური და რაც გაგიყვანთ პირდაპირ ფინანსებზე და გამარჯვებებზე. რატომღაც ცოტა, ესე იგი როგორ ხართ იცით, ცდილობთ გაერკვეთ საკუთარ თავში. ცდილობთ არ აყვეთ შიშებს და ძალიან სწორადაც იქცევით, მინდა გითხრათ. შემდეგ არის ის, რომ შესაძლებელია ქალბატონის დახმარებით თქვენ მიაღწევთ რაღაც სტატუსს, მიაღწევთ იმ მდგომარეობას, რომელიც საკუთარი თავის ძალებს შეგმატებთ, რომლის მეშვეობითაც გახდებით ამაყი და რასაც თქვენ მოგილოცავენ გარშემო მყოფები. აი რაღაცას მიაღწევთ, სასურველ შედეგს მიაღწევთ ქალის დახმარებით. რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება ქმედებები. და რას მოგიტანთ თქვენ ეს ქმედებები? ძალაუფლებას ძვირფასებო, ეს არის იმპერატორი, შეხედეთ. ეს არის ძალაუფლება, ეს არის გავლენები, ეს არის ასევე მამაკაცი, თუმცა აუცილებელი არ არის, ახლა ვისთვისაც ეს არ არის აქტუალური, შესაძლებელია თქვენ გახდეთ გავლენიანი პიროვნება, შესაძლებელია გვერდით დაგიდგეთ თქვენ გავლენიანი მამაკაცი, გავლენიანი პიროვნება, რომელიც დაგეხმარებათ მართვაში. რაღაც ესეთია.
კიდევ ნახოთ, გარდა ამისა, რაც უკვე ვისაუბრე, რა შესაძლებელია მოხდეს თქვენს ცხოვრებაში 27 მაისის შემდეგ. სიყვარული ძვირფასებო, თასების მეფე ამოდის, საერთოდ თასების სტიქია არის ჩემი სისუსტე, ასე ვთქვათ, ჩემი საყვარელი მეფე, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური ის არ არის, მაინც რჩება ყოველთვის თასების მეფე. ესე იგი, თქვენს ეგრეთ მოვიტანე ხავე აქცენტს, თქვენ ცხოვრებაში შემოდის სასიამოვნო განწყობა, სასიამოვნო ემოციები, ან სასიამოვნო ქარიზმატული, მიმზიდველი ადამიანი. კიდევ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში 27 მაისის შემდეგ. ასევე ფინანსებია აქ, ძვირფასებო, ქალბატონი არის აქ, თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ვინც ახლა თვალყურს მატევნებთ, თქვენ ხდებით რაღაც სტაბილური, როგორც ფინანსურად და კარიერულად, ასევე პირად ცხოვრებაში. თქვენი პირადი ცხოვრება სტაბილურდება და თქვენი კარიერა, ესე იგი, იმ დონეზეა, რომ თქვენ გაქვთ ფინანსების შემოსავლები და დაფასება ხალხისგან, თანამშრომლებისგან და ასე შემდეგ. თავს გრძნობთ ძალიან კარგად ფინანსების კუთხით და სტაბილურობის კუთხით პარტნიორთან. და თუ მამაკაცი ხართ თქვენ ცხოვრებაში, შემოდის ქალბატონი, რომელიც განიხილება კანდიდატურად თქვენი მეუღლის. ან შესაძლებელია, ვისაც მეუღლე გყავთ, ეს თქვენი მეუღლეა, რომელიც რაღაც უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებს თქვენგან. საჩუქარს შესაძლებელია თავად მეუღლემაც გაგიკეთოთ საჩუქარი. სხვადასხვა ვარიანტია იმის მიხედვით, რა მდგომარეობაში ხართ. დაოჯახებული მამაკაცებისთვის ეს არის მეუღლე, რომელიც ასე ვთქვათ, გვერდით გიდგათ და ეს არის თქვენი სიამაყე. თუ ქალბატონი ხართ, ეს ხართ თქვენ, რომელიც აღწევთ იმ სიმაღლეებს ცხოვრებაში და იმ სტაბილურობას, რომლისკენაც მისწრაფით. თუ მამაკაცი ხართ, რომელიც უცოლოა, ასე ვთქვათ, დაოჯახებული არ არის, შესაძლებელია დაიწყოთ ფიქრი დაოჯახებაზე და ამის კანდიდატურა არის უკვე თქვენს ცხოვრებაში. კარგით, კიდევ რა მოდის გარდა ამისა? ეს არის მზე, უმაღლესი არკანი. ეს არკანი მოწმობს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში ამოდის მზე, ასხივებს, ანათებს ყველაფერს იმ ბუნდოვან და ბნელ ადგილებს, რაშიც თქვენ ვერ ერკვეოდით, ვერ დგამდით ნაბოჯებს წინ, გაანათებს, გამოაშკარავებს და თქვენ მიზეზი მოგეცემათ, იამაყოთ პირველ რიგში საკუთარი თავი. თქვენ მიხვდებით, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენ ხართ მთავარი პერსონაჟი და ყველაფერი არის დამყარებული და დაფუძნებული თქვენზე, თქვენს ქმედებებზე, თქვენს განწყობაზე. ასევე ეს არის მოგეხსენებათ უკვე ჩემი გაშლებიდან სრული გამოჯანმრთელება მათთვის, ვისთვისაც ეს არის აქტუალური. კიდევ რა მოაქვს 27 მაისის ახალმთვარეობას თქვენთვის რა ცვლილებები? ეს არის რაღაც სისწრაფე აზრებში, ეს შეიძლება იყოს სატელეფონო ზარები, მნიშვნელოვანი, ეს არის რაღაც, ესე იგი, თქვენ უკვე გაქვთ რაღაც მიზანი, რისკენაც ისწრაფვით და ზარი გახორციელდება სწორედ ამასთან დაკავშირებით. კიდევ არის, იცით რა, რომ თქვენ გრძნობთ, რომ ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, თუმცა ეს დაგიფასდებათ აუცილებლად და აქ არის ძალიან სასიამოვნო მოვლენები, ყველაფერს არ ვახმოვანებ, რასაკვირველია ძვირფასება, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი გაშლა და საჯარო გაშლა და რა თქმა უნდა, ყველაფერი არ ითქმება საჯარო გაშლაში. გექნებათ სასიამოვნო პირადი რომანტიული შეხვედრები, ან შეხვედრა. და კარგად გაატარებთ დროს. ამაზე დავასრულებ ძვირფასებო. სიყვარული და ემოციები მოდის თქვენთან და ეს არის როგორც ჩანს ცვლილება,
რაც იქნება მთავარი ცვლილება. გისურვებთ